განმაახლეთ ჩვენი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ემსახურება მოსწავლეებში ცოდნის ინტელექტუალური პოტენციალის წარმოჩენას. დღეს შედგა ფინალური თამაში და გამოვლინდა 2022 წლის აფხაზეთის რეგიონის ეტალონი გამარჯვებული მოსწავლე. მინდა აღვნიშნო, რომ მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ აღნიშნულ კონკურსში და ფინალურ თამაში მონაწილეობდნენ არა მარტო საჯარო, არამედ ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიის მოსწავლეები. ორწლიანი პაუზის შემდეგ პირველად ჩატარდა ეტალონის თამაში დარბაზში. ძალიან მიხარია, რომ აფხაზეთის საჯარო სკოლებს მიეძღვნა ეს თამაში. ძალიან დიდი დაინტერესება იყო აბსოლუტურად ყველა სკოლიდან. აქვე ხაზზე მინდა გაუსვა, რომ აქტიურად იყო ჩართული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტრო. წარმოუდგენელი გუნდი ყავთ, იმიტომ რომ პირველად როცა აკეთებ, ორწლიანი პაუზის შემდეგ არის გარკვეული რისკები და ხიფათები. მიხარია, რომ გალიდან გადმოვიდნენ ბავშვები, ყველა სკოლა აბსოლუტურად ჩაერთო და შეიძლება ითქვას, რომ 2000-მდე ადამიანი, ოჯახი, მშობელი გულისხმობით ელოდა დღევანდელ დღეს. მე დავიწყებ, რომ ძალიან მაგარი პროექტია და ძალიან მაგარი თამაში იყო. როგორც წამყვანაში აქო სწორედ ისეთი იყო მართლაც და ცხოვრებას გასწავლდა და მე რა ვიცი რომ მოვიგე ძალიან გამიხედა და საერთოდ არ ველოდი.